გამარჯობათ, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერშია ობიექტივი, მე ირმა ინაშვილი ვარ. თქვენთან ერთად ვისაუბრებ დღეს იმ თემებზე, რაც აქტუალურია, რაც თქვენ გაწუხებთ, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის, თითოეული თქვენგანისთვის და მთავარ თემებს შორის, რა თქმა უნდა, არაბული ქალაქების მშენებლობის თემა არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე თემა და იმაზე, რომ საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაში არის ძალიან დიდი პროტესტი, არის ბევრი შეკითხვა, არის წინააღმდეგობა ამ პროექტის მიმართ, აი ამაზე მეტყველებს გუშინ კვირა დღეს ბატონი კობახიძის მიერ გავრცელებული სარეკლამო რგოლი, სადაც ის გვესაუბრებოდა Eagle Hills-ის, აი ამ არაბული პროექტის უპირატესობებზე, სიკეთეებზე, იმაზე, რას მოუტანს ეს ბიუჯეტს, იყო ეს სარეკლამო კლიპი გაფორმებული მუსიკალურადაც, მიყვებოდა მას ტიტრი, შესაბამისი ფრაზებით, ანუ აქცენტირება იყო იმაზე, რა მსხვილი ინვესტიცია, რომ 6 მილიარდზე მეტი დაახლოებით 7 მილიარდი ჩაიდება ამ პროექტში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პირველი და ყველაზე მთავარი რაც იყო დამაფიქრებელი აი ამ ფერადი სარეკლამო რგოლის ფონზე არის რა? წარმოიდგინეთ, ქვეყნის პრემიერი რეკლამას უწევს ბიზნეს პროექტს და იგივე ამ ბატონი კობახიძისგან ჩვენ არ გვახსენდება არც ერთი ესე მონდომებით ჩაწერილი ვიდეოკლიპი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის თემაზე, სიღატაკის დაძლევაზე, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაზე, ფაქტობრივად ერის გენოციდი მიდის და უამრავ სხვა ეროვნულ, აქტუალურ, მნიშვნელოვან თემაზე, რაც ეხება, აწუხებს და ტკივა ჩვენს მოსახლეობას და აი ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ფერად სარეკლამო რგოლში გვარწმუნებენ იმაზე, რომ მიწა არ იყიდება თურმე, რას ლაპარაკობ და ეს უბრალოდ მოიხმარს ამას არაბი ინვესტორი. ტყუილით გაჯერებული აი ეს კლიპი, რომლის კომენტირებაც ძალიან რთულია, მაგრამ რაღაცა თემებს მაინც შევეხებით, გვაფიქრებინებს იმას, რომ საჭირო გახდა ხელისუფლებისთვის იმდენად დიდია მოსახლეობაში, საზოგადოებაში პროტესტი, საჭირო გახდა რაღაცა გაეკეთებინათ. აი ძალიან უჭირთ ამას გრძნობენ და გამოაწყვეს ეს ვიდეოკლიპი, რომელმაც უნდა ითქვას ის ეფექტი, რაზეც იყო გათვლილი, არ გამოიწვია ის პოზიტიურ ეფექტს ელოდნენ, მაგრამ სინამდვილეში უფრო მეტი გაბრაზება და უფრო მეტი შეკითხვა მოყვა ამას. საინტერესო ასევე იყო აი ამ გამოსვლაში, ვიდეოკლიპში ერთი მომენტი, რომელსაც მინდა მიაქციოთ ყურადღება. ყველა ვინც განსხვავებულად ფიქრობს და ეწინააღმდეგება საქართველოში არაბული პროექტების განხორციელებას, თურმე ბატონი კობახიძის შეფასებით ვყოფილვართ უცხო ტომელი არაკეთილმოსურნეები, უცხო ქვეყნიდან მართული აგენტურა, რომლებიც ვანგრევთ სუვერენიტეტს. აკვირდებით, რასთან გვაქვს საქმე? თითოეული ჩვენი მოქალაქე, ჩემით დაწყებული, თქვენით გაგრძელებული, რომელიც კრიტიკულია, ეწინააღმდეგება ამ პროექტს და ჩვენ გვაქვს ამისი უფლება, თურმე ვყოფილვართ უცხო ტომელი არაკეთილმოსურნე. შენ ვინ ახარ? აი ბატონ კობახიძეს ვეკითხები. შენ თვითონ ვინ ახარ? განა ქართული აზროვნება გულისხმობს იმას, რომ ესე უდიერად მე რა მოხდა რა? აშენდეს ეს ქალაქები, თურმე არაბული კი არა, ქართული ქალაქები იქნება, როგორ იქნება ქართული ქალაქები, ესეც ხო არის მტკნარი, დიდი ტყუილი, როდესაც ყველგან ერთი სტილი აქვს, Eagle Hills შენდება, მინი დუბაი ყველგან. აი ეს არის მათი პრიორიტეტი, რომ სადაც შევლენ, სადაც შეაღწევენ, ყველგან ჩადგან სახელმწიფოებში. აი ესეთი პროექტი აქვთ, გაცხადებულია მათი ეს პრიორიტეტი.
და უცხოტომელი არაკეთილმოსურნის აზროვნება იცით რა არის მეგობრებო და ბატონი კობახიძე საყურადღებოდ ვამბობ ამას, როცა ასე უდიერად დათმობ შენი ქვეყნის მიწებს, როცა ატყუებ შენს მოსახლეობას, როცა არ გაქვს მათთვის სათქმელი სიმართლე ამ პროექტზე და ეს სიმართლე არის რომ სიკეთე, ვერანაირი სიკეთე ამ ქვეყნის რიგით მოქალაქემდე ამ პროექტიდან გამომდინარე ვერ მივა. და თითქოს და 50%, ბინების 50% იყიდის საქართველოს მოსახლეობა, ეს არის დამცინავი ტყუილი, ეს არის აბუჩადაგდება ჩვენი მოსახლეობის, იმიტომ რომ არანაირი საშუალო ფენა არ არის ამ ქვეყანაში. არ არსებობს უბრალოდ. ჩვენ ცხოვრობთ ფეოდალურ სახელმწიფოში, სადაც არიან ძალიან მდიდარი ჩინოვნიკები, მილიონერები, მათთან დაკავშირებული ბიზნესმენები, აი გუში რომ გამოდიოდა იმედის ეთერში ორბის დირექტორი და ძალიან ისე ნაზიღიმილით რო გვიყვებოდა ამ პროექტის უპირატესობებზე, აი ასეთები, მე ეხლა რო გადახედავთ, დაინახავთ რომ ამ კომპანია ორბს რა ტენდერები აქვს მოგებული, რა შემოწირულობები აქვს ქართული ოცნებისთვის გაღებული, როგორ შეიძლება ახლა იყო ობიექტური, როდესაც ესე მიბმული ხარ ძუძუს გოჭივით ხელისუფლებასთან და ქვეყნის ბიუჯეტთან და სახელისუფლებო განწყობასთან შენდამი. და აი ეს არის რა უცხოტომელობა, აი ესეთი აზროვნებაა, რომ ის შენი ქართული ინტერესი რაც არის დასაცავი ნაცვლად იმისა, რომ ამას იცავდე, გამოდიხარ და შენ ხალხს ეუბნები, რომ კონტრაქტი დახურულია, უბრალოდ იცოდეთ, გჯეროდეთ ჩემი, რომ რაღაცა კარგი გაკეთდება და თქვენ იქ იყიდით ბინა. აი მე გეკითხებით ახლა თქვენ და შეგიძლიათ დარეკოთ ამ ეთერში, რომელი თქვენგანი შეძლებს ამ არაბულ ქალაქებში სახლების თუ ბინების შეძენას. ეს ერთი. მეორე თვითონ ამ არაბულ კომპანიას კიდევ ერთხელ მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, იმიტომ რომ არც ერთი ტელეარხი ამაზე არ საუბრობს, აქვს სტილი და გეზი ესეთი აღებული, რომ ჩადგას სხვა სახელმწიფოებში მინი დუბაი. და ეს ნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფოს ფარგლებში აღმოცენდება რამდენიმე დუბაი. ეხლა ჩვენ ვლაპარაკობთ გონიოსა და კრწანისის უნიკალურ ტყეპარკზე, რომელიც აი ამ კომპანიამ უნდა აიღოს, მაგრამ მოდით ეხლა გადავხედოთ რა ფართობებია უკვე გაყიდული საქართველოში, რამდენ ჰექტარზე არის საერთოდ ჯამში ლაპარაკი, რომელიც უკვე ნაყიდი აქვთ არაბებს, ირანელებს, ინდუსებს, არაბული სოფლები და დასახლებები მრავლად არის უკვე საქართველოში. ვრცელდება ამის შესახებ ინფორმაცია ბაზალეთზე, იქით აღაიანში, ბორჯომის პლატოზე ხშირად ვსაუბრობ მე, სადაც უკვე აღებული აქვს და ახლა კიდე აუქციონი უნდა გამოაცხადონ და ტყეს სტატუსი შეუცვალონ და გადასცენ ისევ არაბულ კომპანიას. და ეს გამობრძანდება მე ეს ბატონი კობახიძე და იტყვის, რომ თქვენ უცხოტომელი არაკეთილმოსურნეები ბრძანდებით. ისე რაღაცა თუ დააკვირდებით ამ ბოლო დროს ხშირად გვიმეორებენ უკვე, რომ უცხოტომელი არაკეთილმოსურნეები ქართველი ერის სახით თურმე ქვეყნის სუვერენიტეტს ვაზიანებთ. აი რა ბოლშევიკური აზროვნება არის, მინდა ამას ყველა კარგად დააკვირდეთ, იმიტომ რომ რა შეხებაშია არაბული პროექტი, ეს ინვესტიცია მუჰამედ ალაბარის ქვეყნის სუვერენიტეტთან, ანუ რა დონეზე აქვს ნახე, აწეო სუვერენიტეტს ანგრევსო ეს და შემთხვევით ეს ინვესტიცია ხო არ ანგრევს ქვეყნის სუვერენიტეტს და ხო არ ემუქრება ჩვენს სახელმწიფოებრიობას და ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. აბა ერთი კარგად დაფიქრდეს ეს ბატონი კობახიძე. ზარი პირველი ჩვენს ეთერში. ალო, გამარჯობა. გამარჯობათ. ახახალ ორები თქვენს თემას რა ქვია, გამოსვლა სტუდიაში. რვა მინუტე. დიახ. ხოდა.
ეგ საშინელი ამბავია და მე მგონი მთელი საქართველოს კონფლიქტი დადგება ამას გააშუქებდა რაიონებში თბილისის გარდა რაიონები ჩართება, ქალაქები ჩართება, საერთის ჯოგლები და სხვა დიდი ქალაქები და ყველა უნდა მოხდეს ყველა შეფერება ქალაქი. კი ბატონო, დიდი მადლობთ, რა თქმა უნდა. ეს არის თემა, რომელიც აწუხებს თითოეულ ქართველ საქართველოს მოქალაქეს და სწორედ იმდენად მაღალი არის ხარისხი პროტესტის ხალხში, რომ გადაწყვიტეს კვირა დღეს პრემიერს მოეცალა იმისთვის, რომ არაბული კომპანიის აი ამ პროექტისთვის რეკლამა გაეწვია და ვერ მიიღეს მაინც ის ეფექტი, რა ეფექტსაც ელოდნენ. ზარი კიდევ ერთი. შუადღემში საკამათო მოიღმა. აი ახლა რასაც თქვენით შემოკარგო ადამიანო, მაგამოსაც მე თუ უსმინე რა. ალბათ სულია საქართველოს მოусმინა რა თქმა უნდა. რომ ჩვენ თუნე ეკონომიკა აგვიყვარდება, არაბული შენობლებები იქნება როგორც თქვენ ლაბარაკობთ. ხო, მაგრამ ეკონომიკა ყვავის სულ მაგას ლაბარაკობენ, რა ვიცი, რამდენი წელია და ჩვენ მოსახლეობისთვის არაფერი ეკონომიკის თაობისას ვერ აღწევს, რა ვიცი, ახლა ვიგზარეკავს კლავს, იქნება მე ვწდები. ხო და რატომ ამობენ თუ აყვავის ეკონომიკა და თუ მისი კეთილდღეობა მაგას თავისთვის არის. აბა თუ ყვავის ეტიდან მოსახლეობის გვერდში მდგომარეობად მე მიმართავ ჩვენ თავობას ირაკლი კობახიძეს. აქ ჩვენი არ კაცო არაბული შენობლებები გაკეთდებაო და ვინ იყიდის იმ არაბულ შენობაში მიშევა როცა რაც შემდება იმასაც ვერ ყიდულობ ქენი ქართული მოსახლეობის ისეთან ფირები თუ იყიდის დანარჩენი ვიყიდულობ. მადლობ, დიდი მადლობა ზარისთვის, მინდა რომ ბევრი ტელემაყურებელი შემოვიდეს ეთერში და შეძლონ მათი აზრის დაფიქსირება. როდესაც გუშინდელ აი ამ სარეკლამო კლიპში საუბრობდა ბატონი კობახიძე და ხას უსვამდა იმას, რომ სუვერენიტეტს ემუქრება თურმე საფრთხე თუ ამ პროექტისადმი კრიტიკული დამოკიდებულება გაქვთ. იმეორებდა იმას, რომ აი ეს ხალხი ტრობს ქვეყანას, უცხო ქვეყნიდან მართული აგენტურა არიან და აი ამ ბოლო დროს მეგობრებო ხშირად მახსენდება უკვდავი ფილმი მონანიება და დარწმუნებული ვარ თქვენს გახსენდებათ, სადაც ლაპარაკი არის ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გაყვანაში და ეხლა ისეთი კლიმატი, ისეთი ატმოსფერო იქნება ქვეყანაში, რომ ხშირად გვესმის უკვე ყურში, რომ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით რაღაცა დანოსები იწერება, რომ ეს ვიღაცეებზე ვიზეც მოესურვებათ, მათ შორის აგერ ჩვენს გვითხრეს, რომ სუვერენიტეტს უქმნით საფრთხესო, შედის პროკურატურაში განცხადებები, რომ აი ამ ხალხის ქმედებები სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს. და ეს აი ამ ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გაყვანას არ გახსენებთ, თქვენ მარტო მე მახსენდება ესა? და ჩვენ მე ჩემნაირები თქვენ რისთვის იბრძოდით, რომ ამ 30 წლიანი ბრძოლის შემდეგ ჩვენ დავბრუნებულიყავით 20-იანი წლების ბოლშევიზმის ეპოქაში? მინდა რომ რაღაცნაირად ვაცნობიერებდეთ ყველა რა სახელმწიფოში ვცხოვრობთ დღეს ჩვენ, რომ ეს სახელმწიფო დღითი დღე შორდება ხალხს და რაღაცნაირად თავის ფეოდალურ ბოლშევიკურ კლანჭებს ავლენს. ზარი კიდევ ერთი. გამარჯობათ ბატონო ირმა. ბატონო ირმა, იმას რატო არ აღნიშნავს ვინმე რომ ქალაქი ტიფლისი არაბეთს თავის ქალაქად მიაჩნია დღემდე. ასევია ირანი და ასე შემდეგ და როცა ჩვენ ამას ჩამოვიყვანთ, კრწანის მივცემთ, ბათუმს მივცემთ, და რა მოვიკებთ ამით. კრწანისის ტყეპარკი უნდა გაშენდეს. 150 მილიონი უნდა მის განახლებასო.
მე ახლა თემას შემოგთავაზებ და მოდი განვითარდეს ან თქვენ უკეთესად თქვას. მოდი საქართველოში არაფერი არ უჭირს. ბევრი მდიდარია თუ არა, ბევრი უნარიანი მოქალაქეა. მივცეთ მაშინ რაღაც ნაწილები, რომელსაც ისინი აღადგენენ და იქ გააკეთებენ დაუშვათ საბავშვო მოედანს რაღაცას და იქნება აღდგენილი ტყე-პარკი. მივცეთ 40 წლიანი იჯარით ან რაღაც ესეთი. არ გვჭირდება ჩვენ არაბები. ბევრი რამ განადგურეს, ეხლა Facebook-ში წავიკითხე, რომ თურმე სამხრეთ ოსეთში წიფლის ხეებს ყიდიან უკვე რუსეთში და ირანში. აქეთ ესენი ყიდიან, იქეთ უცხოტომელები ყიდიან და ჩვენ წარს უკრავთ. რა კარგია ეს ქვეყანა და პრემიერ-მინისტრი ყავს გადასარევი. ხვალ მაგათ გავასაბახლებ და მაგათ მთავრობას რომელი არის კორუმპირებული მითხრათ. ამოიღო დაუბებული ფულები და მიხედოთ ამ ქვეყანას. ჩვენ ვერ ვიყიდით იქ ვერაფერს. მადლობთ. წეგან საუბრობდი ამ არაბულ კომპანიაზე და რაღაც მსოფლიო პრაქტიკიდან მინდა რომ მოგაწოდოთ რამდენიმე ინფორმაცია ამ კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე. გეზი აქვთ აღებული, როგორც უკვე გითხარით, რომ ჩაიდგას იმ სახელმწიფოებში, სადაც შევლენ მინი დუბაი, მაგრამ ეს მინი იმას ნიშნავს, რომ აი 1000-ობით ჰექტარ ტერიტორიას იღებენ, ზოგან ყიდულობენ, ზოგან მრავალწლიანი იჯარა გაყიდვის ტოლფასი 99 წლით რომ აიღებ მიწას, ეს პრინციპში ყიდვა არის, აბა სხვა რა არის და დიდი წინააღმდეგობა განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შეხვდა ამ არაბულ კომპანიას. ჩვენ ვისაუბრეთ ჩერნოგორიის მაგალითზე და ვთქვით, რომ იქ იმდენად დიდი პროტესტი გამოხატა ხალხმა და იმდენად დიდი იყო აღშფოთება, Eagle Hills მოუწია უკან დახევა და სწორედ 2025 წლის გაზაფხულზე უარი თქვა ჩერნოგორიაში აი ამ არაბული პროექტის განხორციელებაზე. იქ 12 კილომეტრიან ზღვის ზოლზე იყო საუბარი, რომელიც თლიანად უნდა აეღო ამ კომპანიას, ასევე უზარმაზარი სანაპირო ზოლი თავისი მიწის ფართობით და ხალხი გამოვიდა ამის წინააღმდეგ. მაშინ ამ მოსახლეობამ ჩერნოგორიაში დაიწყო ხელმოწერების შეგროვება. ჩვენ მოგიწოდებთ რომ ჩაწეროთ ვიდეო, პატარა ვიდეო გადაიღოთ ტელეფონით და გამოგვიგზავნოთ ობიექტივის სოციალურ გვერდში, ჩატში, გამოგვიგზავნოთ ნომერზე, რომელიც ცხადდება პირდაპირ ეთერში და შეძლოთ ის, რომ რაღაცნაირად მონაწილეობა მიიღოთ ამ საშვილიშვილო საქმეში. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. კიდევ ერთხელ მინდა აი ამ ვიდეო რგოლზე გავამახვილო თქვენი ყურადღება და ვთქვა, რომ მარტო ესე რომ ჩაერთვებით ტელევიზიით და გვიზიარებთ თქვენს მოსაზრებებს, არ არის საკმარისი. თითოეულმა თქვენგანმა წვლილი უნდა შეიტანოს ამ ბრძოლაში. ეხლა წვლილი რას ნიშნავს? დავეჯერო ხალხო, ესე ძნელია რომ ტელეფონი აიღოთ, აი წეგან ხო ბრძანეთ ძვირფასო ქალბატონო, რომ სოციალურ ქსელში წაიკითხეთ რაღაცა ინფორმაცია. კობახიძის ბრიფინგს მოусმინეთ. აიღეთ ეს ტელეფონი, ეს დალოცვილი, ჩართეთ ვიდეო და პირდაპირ წარმოთქვით ერთადერთი ფრაზა. მე წინააღმდეგი ვარ საქართველოში არაბული ქალაქების აშენების და გამოაგზავნეთ ტელეფონის ნომერზე, რომელიც მითითებულია ვრცელდება ჩვენს ტელეარხის საშუალებითაც და ვრცელდება სოციალურ ქსელებშიც. ჩატში გამოგვიგზავნეთ, მე გამომიგზავნეთ სოციალურ ქსელში და ეს იქნება თქვენი მონაწილეობა ამ პროცესში. პლუს იქნება აქცია, იცით თქვენ რომ ჩვენ 30 ნოემბერს ვიკრიბებით რუსთაველის ძეგლთან. კვირა დღე არის ეს, აუცილებლად უნდა მობრძანდეთ. არ არის ეს პარტიული აქცია, ზეპარტიულია ჩვენი მოძრაობა და გთხოვთ ყველას, ის პარტია ხართ, ეს პარტია ხართ, თუ პარტიო ხართ, ოპონენტი ხართ, არა ოპონენტი ხართ ჩვენი. ჩვენ ხო ერთი სამშობლო გვაქვს. ამ სამშობლოსთვის ვიბრძვით ჩვენ და არც ის მგონია რთული რომ 30 ნოემბერს გამობრძანდეთ. სახლებიდან არ არის რთული მოსასვლელი რუსთაველის მეტროსთანაა ეს ტერიტორია და 4 საათზე შემოგვიერთდეთ რუსთაველის ძეგლთან თბილისში.
591 ეხა მინდა გამოვაცხადო ტელეფონის ნომერი 591 94 95 45 WhatsApp-ი, Viber-ი, Signal-ი, Telegram-ი, ნებისმიერი სისტემა გამოიყენეთ იმისათვის, რომ თქვენი ვიდეო ჩანაწერი გამოგვიგზავნოთ. და შემდეგ როგორც დაიხია უკან Eagle Hills-მა, ამ არაბულმა კომპანიამ ჩერნოგორიაში, უნგრეთში, სხვათა შორის ბუდაპეშტში სურდათ მსგავსი პროექტის განხორციელება და იქ ძალიან დიდი წინააღმდეგობა მოყვა ამას. იქაც სახელმწიფო მონაწილეობდა ამ პროექტში და მოხდა ისე, რომ ხალხის პროტესტის გამო და სხვა შორის ბუდაპეშტის მერიც ეწინააღმდეგებოდა ამ პროექტს, შეაჩერა Eagle Hills-მა დუბაის მშენებლობა ბუდაპეშტში. ამიტომ აქტიურობას, ჩვენს აქტივობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და არ ამგონია, რომ ჩვენი სამშობლოსთვის ასე გაგიჭირდეთ ერთი ვიდეოს ჩაწერა და მე ამას გაუგზავნით იმ არაბულ კომპანიას, რომ ნახონ, რამდენი ჩვენი მოქალაქე ეწინააღმდეგება ამ პროექტს და პლუს არ ამგონია რთული იყოს საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მიღება და ველიმე თითოეულ თქვენგანს 30 ნოემბერს დღის 4 საათზე რუსთაველის ძეგლთან. აი ეს არის ჩვენ ცხოვრობთ იმ სახელმწიფოში, სადაც გვეუბნებიან, რომ თქვენი აზრი არ გვაინტერესებს, ხალხის აზრი არ არის საინტერესო და თუ გახსოვთ რაღაცნაირი კამპანიაც იყო ბოლო პერიოდში, რომ ჯერ აშენდება და მე ხო ნახავთ რაც აშენდება, ოცნებასთან დაკავშირებული მისი მხარდამჭერები აი ესეთ კამპანიას ავითარებდნენ. აშენდეს ჯერ და ბიჭო თუ აშენდა და თუ ჩაიდგა ეს არაბული ქალაქები, მე რას უნდა დავაკვირდეთ? მოქმედება ეხლაა საჭირო. ჩვენი პოზიციის დაფიქსირება ეხლაა საჭირო, თორემ მე თუ ჩაიდგა ის ყველაფერი, ისხედით სახლებში და უყურეთ ასე ტელევიზიიდან იმ არაბულ ქალაქებს, როგორ იყიდიან იქ არაბი შეიხები აპარტამენტებს. ზარი კიდევ ერთი ჩვენს ეთერში. გისმენთ? თავიდან გადმოგვირეკეთ, შეგიძლიათ ისევ დაგვიკავშირდეთ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ტელეფონის ნომერს, სადაც შეგიძლიათ თქვენი ვიდეო ჩანაწერების გამოგზავნა 591 94 95 45. კიდევ ერთი ზარი ჩვენს ეთერში. გამარჯობათ. და საინტერესო არის ის, რომ პროტესტს რატომ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მაინც მოხდა, აი ნახეთ დააკვირდით, მოხდა ხალხის აზრის გათვალისწინება. ჩერნოგორიაშიც, უნგრეთში და სხვათა შორის, აი ამ Eagle Hills ძალიან სერიოზული სასამართლო პროცესები აქვს ინდოეთში. იქაც დელიში იგეგმებოდა აი ესეთი დიდი ქალაქების, არაბული ქალაქების მშენებლობა და რაღაცა დიდ მაქინაციებს და თაღლითობებს ჰქონდა ადგილი და დაიწყო ინდოეთის სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან გამოძიება Eagle Hills-ის საქმიანობასთან დაკავშირებით და ეს გამოძიება გრძელდება ეხლაც. ზარი არის კიდევ ერთი. გამარჯობათ. გამარჯობათ. სულ გაოცებს ქართული ოცნება. აი ახლა დღეს იყო მგონი პაპუაშვილმა თქვა გესმით არა ქალბატონო? დიახ, მესმის ისაუბრეთ. რომ ჩვენს ემიგრანტებს, ქართველებს, საქართველოს მოსახლეობას აუგრძალონ იქ არჩევნებში მონაწილეობა. რა სიტყვით ამის შესახებ? მადლობა. რა თქმა უნდა, ესეც არის დარტყმა, იმიტომ რომ ყველას არ შეუძლია თუნდაც 4 წელიწადში ერთხელ ჩამბრძანდეს საქართველოში და საქართველოს მოქალაქეს არ უნდა წავართვათ ჩვენ უფლება რომ იმ სახელმწიფოში, სადაც ის ცხოვრობს, იქნება ევროპა, იქნება აზია, თუ იქნება ამერიკის შეერთებული შტატები, კონდეს საშუალება მივიდეს საარჩევნო უბანზე და მიცეს ხმა სასურველ პარტიას, მაგრამ შიში რა ოხერი რამეა შიში, ნახეთ, წინასწარ წინ იყურებიან ესენი და იციან, რომ არა მარტო ქვეყნის შიგნით არის მოსახლეობა ქართული ოცნების წინააღმდეგი, არამედ ჩვენი ემიგრაცია წინააღმდეგია იმ პოლიტიკისა, რასაც ქართული ოცნება ახორციელებს და ყველანაირად უქმნიან ჩვენს მოქალაქეებს ბარიერს, რომ არ იყვნენ ჩართული საარჩევნო პროცესში. რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი, დაუშვებელი, არასწორი, არამართებული წართვა
შენს ემიგრაციას არჩევნებში მონაწილეობის უფლება, იმიტომ რომ წართმევა არის, ერთის მხრივ კი ამბობენ აქ ჩამოვიდნენ და რატომ იქ მიიღონ მონაწილეობა, ვერ ახერხებს ადამიანი აქ ჩამოსვლას და რატო ართმევ შენ ამ უფლებას? ზარი კიდევ ერთი. გამარჯობა. მაგრამ ერთი შეცდომა თუ ხარ მისთვის რომ აგებულად კოლექტიური მოძრაობა არ გაგიწევთ არის სამწუხაროდ ეკომოდის ბოდიში ხდირა და არის მის ხმა და თუ არ შეწუხდებით თავიდან რომ გადმოგვირეკოთ ხო უნდა გავიგო რას მეკითხებით ინვესტიციებზე როცა მიდის საუბარი ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად ხას უსვამენ რომ აი ინვესტიცია ხორციელდება ესეთი მასშტაბური ჩვენ გვახსოვს აი მე როცა ვიყავი პარლამენტში არაერთი მთავრობა დავამტკიცეთ და ესენი რა ვიცი რაზე არ ლაპარაკობდნენ რა რომ ციფრულ ეკონომიკასაც კი აშენებდნენ და ციფრული მთავრობის მოდელები და რაზე არ იყო საუბარი და ჩვენ დღეს უძრავი ქონების რაღაცა გაყიდვის ცენტრი ვხდებით თითქოს და საუბარი იმაზე რომ ციფრული ტექნოლოგიების ჰაბი უნდა ვიყოთ და რაღაცა დიდი გეგმები ამაზე აღარ არის საუბარი და თუ კი ინვესტიცია ჭირდება ჩვენს ქვეყანას პირველ რიგში ეს ინვესტიცია უნდა იყოს დაკავშირებული იგივე ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებასთან რომ ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაში ჩაიდოს ინვესტიცია და სახელმწიფოს უნდა კონდეს პრიორიტეტი რა ტიპის ინვესტიციას ვანიჭებთ ჩვენ უპირატესობას ზარი კიდევ ერთი მოგესალმებით ქალბატონო გამარჯობათ გუშინ ყოფილი ეკონომიკის მინისტრმა თუ მოადგილემ თქვა რომ არანაირ მოგებაზე არ არის ლაპარაკი ამ პროექტში არ ვიცი რა დონეზე გაიშიფრა თვითონ პროექტი მაგრამ თქვა რომ ინვესტიცია რა თქმა უნდა ჩვენ ყველანი ვეთანხმებით და ძალიან კარგია მაგრამ ეს არ არის ინვესტიცია ფაქტიურად რაც თქვენ ბრძანეთ თითქოს კი არა და იგივე თქვა ამ ადამიანმაც რომ თავარია წაგებაში არ იყოს ქვეყანა და პლუს უკვე მიწებია გადაცემული რომ ოღონდ შეიყვანონ ესენი მოგების წილში მაგრამ ითქვა რომ თითქოს მიწები არ არის გადაცემული და ფიცი მწავს და ბოლო მაკვირვებსო თქვენ სწორად ძანეთ რა თქმა უნდა რომ ინვესტიციას არავინ არ ვებძვით და ეს იარლიყები რომ ჩვენ ვართ ღმერთო ჩემო ჩვენ ვართ ქვეყნის მტრები არ ვიცი ძალიან უხერხულია ძალიან ცუდია რა თქმა უნდა ჩვენ პროტესტი უნდა გამოვხატოთ და ყველანი უნდა მოვიდეთ ვეღარ აი რო იტყვიან თქვენს გარდა უკვე მართლა ვერ საითაც გავიხედე იქი წავიქეციო ანუ იმედის თვალზე ვამბობ იმედით საითაც გავიხედე და აი თქვენი იმედი კი ნამდვილად გვაქვს და ჯვარი ხწერიათ ყველა კუთხი მადლობა რომ მომისმინეთ მადლობთ დიდი მადლობა თქვენ ესეთი თანადგომისთვის დანოსების ქვეყანას გვიშენებენ მოკლედ რა იმიტომ რომ ხედავთ ტენდენციას ამათ მიიღეს სპეციალური საგანგებო კანონმდებლობა დანოსებთან დაკავშირებით და ეხლა ვისაც არ მოეწონება ჩვენი ესა თუ ის მოსაზრება მიბრძანდება პროკურატურაში აი ესე ჩემს საჯარო გამოსვლას გაშიფრავს დაწერს იმ თავის დანოში რომ თურმე არ მოწონს რაღაცა საფრთხეები იგრძნო ჩემი გამოსვლის ჟღერადობაში და პროკურატურაც აღზრავს საქმეს ამ ვიღაცა εν პირის მიერ დაწერილ დანოსზე შტაზი მახსენდება მეგობრებო შტაზი აი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ასეთი ბოროტების მანქანა არსებობდა და ოჯახის წევრები წერდნენ ერთმანეთზე დანოსებს და აი ეს არქივი დანოსების არქივი 100 კილომეტრზე იჭიმებოდა იმხელა ფართობს იკავებდა ანუ რამდენი დანოსი იყო დაწერილი წარმოგიდგენია და რამდენი ადამიანის ცხოვრება გაიბზა რა ამითი და დღეს ეს ბატონი კობახიძე თავისი ამ ზაკრული კანონებით გვიშენებს კი არა უკვე აგვიშენა
დანოსების სახელმწიფო. და არ ვიცი მე ხან დავიჯერო ამას თქვენ ვერ ხვდებით? მე მგონია რომ ყველაფერს კარგად ხვდება ძალიან. ზარი კიდევ ერთი. მოგესალმებით ქალბატონებმა. გამარჯობა. ისმის ჩემი ხმა. ისმის. მე რა თქმა უნდა უკვე გადავიდე ეს ვიდეო, გამოვაგზავნე კიდეც. მაგრამ ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. თუ ხართ მზად, ახლა პოლიციის აღიარეთ კოლექტიური ნაციონალური სახელი მოგეკერებათ თქვენ. პოლიციის არ არის გასაკვირი არ სირონი თავიდან. ეს სახელი გეცნობა გამზადებული და მე მინდა რომ აფეთქოთ გაგავსკინოთ და თქვენ უკვე მზად ხართ. მადლობა. დიდი მადლობა. გმადლობთ გაფრთხილებისთვის. სხვა შორის ძალიან საინტერესო არის ეს შეკითხვა, რაც თქვენ ახლა დასვით ეთერში, იმიტომ რომ 13 წლის მანძილზე დააკვირდით 13 წლის მანძილზე ქართული ოცნება რა პოლიტიკას ატარებს, აი როგორ პოლიტიკას ატარებს. გაქვთ თუ არა განსხვავებული აზრი და დააფიქსირებთ თუ არა თქვენს განსხვავებულ აზრს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. იარლიყი მზად აქვთ რომ შენ ნაცების წისქვილზე ასხამ წყალს. როგორ შეიძლება ეს ნაცები ნაცი გახდი? ბიჭო, ვინ გახდა ნაცი? 99% ნაცი ყავს დღეს ქართულ ოცნებაში. საერთოდ ესეთ რამეს როგორ ბედავრო ჩვენაირ ხალხს ამას ეუბნები. ნაციონალური მოძრაობა ბევრჯერ გადაარჩინა ქართულმა ოცნებამ და მთელი ამ 13 წლის მანძილზე რეანიმაციას უკვე აცოცხლებდა რა, ძალით აცოცხლებდა. და დღეს უკვე როცა არც წონა, არც გავლენა, არც ძალა აღარ აქვს ნაციონალურ მოძრაობას, თურმე უნდა აკრძალო. იმისი აკრძალვა კი არ აინტერესებს ამას. დღეს ქართულ ოცნებას. სხვა ყველა დანარჩენს გვეუბნება, რომ თუ თქვენი ქცევა არ მოგვეწონება, თქვენც აკრძალავთ. და აკრძალეთ ბატონო, ამ ქვეყანაში პოლიტიკა აღარ არის, პარტიები აღარ არის მოკალით. პოლიტიკური პროცესი მკვდარია და აკრძალვაზე მეტი არ არის ეხლა რაც ერთი პარტიაა. და ჩვენ ვართ ჩრდილოეთ კორეას რეალობაში დღეს ერთპარტიული დიქტატურა ამ ქვეყანაში. ზარი კიდევ ერთი. ისაუბრეთ. არ გვეშინია იარლიყების ამისი პასუხი მინდოდა და ჩვენც უპასუხებთ რაღაცნაირად. მოვერევით ამას. აი ესეთი არის რეალობა, მძიმე რეალობა და ნაბიჯ ეტაპობრივად მიდიოდა ქართული ოცნება აი ამ ტიპის სახელმწიფოსკენ დღეს რაც ააშენეს. დანოსების სახელმწიფო, დაჭერების სახელმწიფო, სულ ტონალობას დააკვირდით ხალხო. დააკვირდით ხელისუფლების პირველი პირების ხმაში სიყვარული, სიკეთე, ნიმტევებლობა, ეს არაფერი რამ გააბოროტა ეს ახალგაზრდა ხალხი. ხო შეიძლება რაღაცა სხვა გეზი აიღო, რაღაც სხვა სიყვარულს აფრქვევდე, სიყვარულით აშენებდე, აერთიანებდე, კი არ ყოფდე, კი არ შლიდე, კი არ ანგრევდე. რამ გაგაბოროტათ ესე? არაფერი არ გაკლიათ, თანამდებობა გაქვთ, ფული გაქვთ, საშუალება გაქვთ, ქვეყანას სიკეთე მოუტანოთ და შეიძლება სულ ესე გაბრაზებულები, გაბოროტებულები იყოთ მთელ სამყაროზე? ზარი კიდევ ერთი. ისაუბრეთ დრომიდის. მოგესალმებით ქალბატონებმა. გამარჯობათ. სახან კარგად აღნიშნეთ თქვენ ნაცებზე ლაპარაკობთ ყველაზე მეტი ნაციონს მაგათ სწორედ ქართულ ოცნებაში არის. ასე ძალიან რომ აყობენ კალადეზე მაგარი ხო? ნაცებს პირველი შეკრული? დიახ, ასე იყო ნამდვილად. ამიტომ როცა დაიწყებენ მსგავს კამპანიას, ჩვენც გვაქვს შეიარაღებაში არგუმენტები რა უნდა უპასუხოთ. ეს იმდენად სისულელე და აბსურდია, ეხა არ შეიძლება ესე არ ბნელა რა მოკლედ. ყველაფერი კარგად იცის და ხალხმა იცის ვინ ნაცია, ვინ ბოროტია, ვინ კეთილია, ვინ მართლა წუხს სამშობლოზე და ქვეყანაზე და ვინ კიდე ყიდის ამას. ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს მოკლედ. ზარი კიდევ ერთი. მოგესალმებით დიდი პატრონი ქალბატონებმა. გამარჯობათ.
უნდა გულისხმობ არაფერი გახამბურდა გამოვაში რაც კომუნისტები გავიწყდნენ. არაფერი, არანაირი შედეგი არ ავიღა. არცერთი პარტიისა. ცხოვრობს ვარა კაპიტალისტურ ქვეყანაში. როცა კაპიტალისტურ ქვეყანაში ცხოვრობს, უკეთეს ჩვენ არაფერს არ ველოდებით და არაფერი არ გვექვის ამ ქვეყანაში. არაფერი, არც მოქმედებს არაფერი უკვე. იმდენად ვართ ამ კაპიტალისტური სახელმწიფოთან შეთანხმებული. მე მადლობა მოსმენისას. გაიხარეთ ცოცხლად. ჩვენ ეხლა რაც ხდება საქართველოში, ეს არის ფეოდალიზმი. იმიტომ რომ არიან ახალი ფეოდალები და ვარ ჩვენ. ბატონყმობაა მოკლედ რა. სადაც ეს ბატონი მართველიც არის, ხელისუფლებაც არის, მილიონერიც არის და ყველაფერია და ჩვენ არავინ არა ვარ და პლუს კიდე თუ რაღაცა არ მოგწონს, ან ნაცებთან შეკრულებად გამოაცხადებენ ოპონენტებს, ან კიდე უცხოტომელი არაკეთილმოსურნეები ყოფილვარ და შენ თვითონ ვინ ახარ, ვინც ამას წარმოთქვამ და ესეთ შეურაცხყოფას აყენებს შენ ხალხს. როცა სარეკლამო კლიპს წერდა ბატონი კობახიძე, ხო იმიტომ წერდა, რომ პროტესტი ძალიან დიდია ხალხში და ვითომ ამას დაუპირისპირა ის 9 წუთიანი სარეკლამო რგოლი. და როგორ უნდა მიაყენო შეურაცხყოფა შენ ხალხს და უთხრა, რომ აი ვინცაც ეს არ მოგწონთ, უცხოტომელი არაკეთილმოსურნეები ხართო. აი ამაშია საქმე, მეგობრებო, რომ როდესაც საუბარია ხოლმე, რომ რაღაცნაირად ქართული ოცნება პატრიოტულ ეროვნულ პოლიტიკას ატარებს, მე არ ვიცი, შეიძლება ესე დაბრმავდე ადამიანი და დაყრუდე, რომ ვერ ხედავდე რა ხდება შენ. სად არის ეს ეროვნულობა, რაში ჩანს დღეს? შენ მიწაწყალს, აი ესე რომ დათმობ და კიდევ ერთხელ ვამბობ, ჰექტორობით ტერიტორია უკვე გაყიდული, ამას რა დააბრუნებს უკან? როგორ უნდა მოხდეს ამისი უკან დაბრუნება? ჯერ ერთი სრულფასოვანი მონიტორინგია ჩასატარებელი ქვეყანაში, მართლა ზუსტად რომ ვიცოდეთ სად რა არის და ამიტომ გთხოვთ, გამოაგზავნოთ საჯარო რეესტრიდან ამ მონაწერები, რაზეც მიგიწვდებათ ხელი და იცით რომ ამ არაბებს აქვთ ნაყიდი საქართველოში, სხვადასხვა კომპანია სხვათა შორის, არ არის მარტო Eagle Hills, სხვა კომპანიებია კიდე შემოსული. ზარი კიდევ ერთი. გამარჯობათ. ხალხოთანერება დიდი პატრიოტები გუში გამოგზავნე ჩემი სურათი. მე ავადმყოფი კაცი ვარ 91 წლისა და არა მაქვს საშუალება რომ გამოვიდე იქ. და ერთი რამე მინდა გთხოვოთ თქვენ. ხალხოთანერება. დიახ. მომისვი ერთი წუთი. ამ დეგენერატებს ამას იმ რა ქვია ივანიშვილსაც და კობახიძეს ისტორია დააკითხეთ ერთი რა დღეში ჩააგდო საქართველოს ამ არაბებმა. მარიან ის რო არის მეფე რო იყო მირიანი ქართლის მეფე. დელე შეცვალა დავე არცილ მეფე შეცვალა. არცილ მეფე თავი მოაჭრევინა და სარწმუნებას არ მიიღო ღალატა. ამას ციგრია დაკითხული და ისტორია არიცია საქართველოს. ამიტომ საშილა თუ და მოვიდეს ხალხი ბლომად რომ ესენი უნდა გავისურვოს. უნდა მივაწვეთ, ძალიან მაგრა უნდა მივაწვეთ, იმიტომ რომ ესენი თავის ფებით არ დათმობენ თავის თანამდებობებს. დიდი მადლობა, მადლობთ, უნდა მივაწვეთ. საქმე რაშია იცით? არის ქვეყნის ცხოვრებაში ისეთი მომენტები, როდესაც უნდა იგრძნო, რომ გაჩუმება არ შეიძლება რა. და ეს ჩვენი კოდია, აი ეს არის ჩვენი ქართველობა, ამითი შეიგრძნობა, რომ ჩვენც უნდა გრძნობდეთ საფრთხე სად არის და როდის უნდა ავიმაღლოთ ხმა, რა შემთხვევებში უნდა ავიმაღლოთ ხმა და აი ეს არაბული ქალაქების მშენებლობა ზუსტად ის საფრთხეა, რაც ჩვენმა ერმა ძალიან სწორად შეიგრძნო. და ეხლა
ხელისუფლება როცა ცდილობს რომ გამოიყვანოს აი სხვადასხვა ბიზნესმენები და ნაზიხმით ალაპარაკოს ამ პროექტის უპირატესობებზე ეს ამას ვერ უშველის ამითი ვერ მოერევიან ამას ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მივაღწიოთ იმას რომ ეს პროექტი საქართველოში შეჩერდეს ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას რომ საქართველოში არაბული ქალაქების მშენებლობა შეჩერდეს ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ჩვენი მიწები არ გაიყიდოს არც არაბებზე არც ინდუსებზე არც ირანელებზე არც პაკისტანელებზე ქართული მიწა ეს არის საქართველოს სახელმწიფოს საკუთრება თითოეული ჩვენი მოქალაქის საკუთრება და ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად უნდა ავიმაღლოთ ხმა და მარტო ვიდეოს ჩაწერა კი არა როცა საჭიროა სამოქალაქო აქტივობის გზით უნდა გადავტეხოთ აი ესეთი პროცესები და ამიტომ 30-ში 4 საათზე ყველას გელოდებით რუსთაველის ძეგლთან ზარი კიდევ ერთი ალო გისმენთ ისაუბრეთ თით რა მაინტერესებს უცხოეთში მყოფმა ქართველებმა თუ შეიძლება ამ სურათები ჩააბდონ კი როგორ არა ქალბატონო შეგიძლიათ ბავშვებმა მაგალითად 17 წლის ბავშვმა შეიძლება კი ბატონო სურათი არა ვიდეო უნდა ჩაწეროთ სურათი არა ვიდეო ვიცი კი ბატონო და შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ნომერზე WhatsApp-ით ვიცი უკვე გაგზავნილი მაქვს მაგრამ სხვისთვის ვიტყულობ კი ბატონო დიდი მადლობა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მარტივად ვიღებთ ტელეფონს ტელეფონს აქვს ფუნქცია ფოტოს გადაღების ვიდეოს გადაღების ჩვენ ვიდეო გადაღების ფორმატს ვირჩევთ ვაწვევით ამ ღილაკს წერთ ვიდეოს ერთ ფრაზას სულ მე წინააღმდეგი ვარ საქართველოში არაბული ქალაქების მშენებლობით და ვაგზავნით აი ამ ვიდეოს ნომერზე 591 94 95 45 შეიტანეთ თქვენი წვლილი ამ ეროვნულ საქმეში არ არის ძნელი ერთი ვიდეოს გადაღება და მით უმეტეს შეგიძლიათ ოჯახის წევრებსაც გადაუღოთ ეს ვიდეო იმასაც გადაუღოთ ვისაც არ აქვს ტელეფონი თქვენს მეზობელს მაგალითად და გამოგვიგზავნოთ ზარი კიდევ ერთი გამარჯობათ ამის შემოგვეცია გადააშარეს მიდამო ბიძო ვის მიწა სახიდი ჯოს განზე გადგე გვიგანო შადიმანთა დრო წავიდა დუავის გოზე მოხვიდეთ ყორღანაშვილის კადისპირას არ გისცეთ თქვენით მოხვიდეთ გაიხარეთ მადლობთ დიდი მადლობა ჩვენ საუბრობთ საქართველოზე საუბრობთ ჩვენ საქართველოა ჩვენი სატკივარი ჩვენი საწუხარი და წეგან თქვი 30 წლიანი ბრძოლის მერე მეთქი აი ასეთ გარემოში ასეთ ატმოსფეროში ასეთ ქვეყანაში ცხოვრებას მე დარწმუნებული ვარ რომ ვერ წარმოიდგენდა ჩვენი მოსახლეობა ეხლა სულ ცხოვრობდით იმედით რომ რაღაცა კარგი იქნება წინ უკეთესი საქართველოსთვის იბრძოდნენ ჩვენი წინათაობები ეხლა არის ხალხი მე იმ დღესაც ვისაუბრე ამ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ჯგუფებზე ეროვნულ ფლანგზეც არის აქეთ ესეთი ხალხი ვინც თulis რომ აი სხვას არაფერი გაუკეთებია და იმან გააკეთა ყველაფერი კაცო და მისი პოლიტიკური ჯგუფით მისი მედია პლატფორმებით თუ მისი რაღაცა საზოგადოებრივი აქტიურობით იწყება საქართველოს ისტორია ეს ასე არ არის არ გვაწყენს მეგობრებო აი ამ ახალგაზრდა ხალხსაც ვეუბნები და აუცილებელია ერთმანეთის დაფასება მე და ჩვენი გუნდი ყოველთვის ვაფასებთ იმ ხალხს ვინც ჩვენამდე იბრძოდა ვინც ჩვენამდე იყო ვინც ჩვენამდე მოიტანა საქართველო არ შეიძლება ესეთი აზროვნება რომ აი სხვას არაფერი გაუკეთებია და თურმე შენ აკეთებდი ყველაფერს და ჩვენ იძულებული გავხდით ამ ბოლო დროს ჩვენ თავებზე ვილაპარაკოთ თუმცა ეს არ გამოგვარჩევდა არასდროს იძულებული გავხდით იმიტომ რომ რაღაცნაირად თითქოს უნდათ ისტორიის გადაწერა და უნდათ საერთოდ გაგვაქრონ ამ უახლესი ისტორიიდან და კიდე ბედავენ და გამოვლენ და შეკითხვას გისვამენ რომ აი ნაცების დროსო ირმა ინაშვილო სად იყავიო
სირცხვილი არ არის ეს მეგობრებო. ეხა ყველა გადაცემაში უნდა ვილაპარაკო, იძულებული ვარ ვილაპარაკო ჩვენ თავზე, რომ მაშინ, როდესაც სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში 5 კაცი გარეთ ვერ გამოდიოდა, დათო თარხანმოურავმა შეძლო ჟურნალისტების გაერთიანება, რომლებიც ძალიან პრინციპულად დაუპირისპირდით იმ სისტემას, იმ სააკაშვილის რეჟიმს და მთელი ის ბრძოლა დაწყებული უნივერსიტეტის პროცესებით, მერე გაგრძელებული ვეტერანებს არ ბევდნენ, აქციის მონაწილეებს არ ბევდნენ, არ ყოფილა არც ერთი მომენტი, სადაც წინააღმდეგობის მოძრაობამ ობიექტივმა არ შეიტანა მთავარი წვლილი და ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვიყავით აი ამ პოლიტიკური პროცესების ორგანიზატორები. იგივე უნივერსიტეტის ამბებს თუ გავიხსენებთ ჩვენ და ეთყობა უნდა ილაპარაკო შენ თავზე, თორემ მე ვიღაცა პირტიტველა ახალი ადამიანი, რომელიც ეხლა შემოვიდა პოლიტიკაში, რაღაცა შეკითხვებს დაგისვამს თურმე სად იყავი და არ გვინდა რა ესა რა. მოდი ხა ყველამ რაღაცნაირად მივხედოთ ჩვენ სამშობლოს და მივხედოთ საერთო საქმეს. თორე ვინ სად იყო, ვინ როგორ იყო, ვინ როგორ იბრძოდა, ძალიან კარგი მეხსიერება მაქვს და კარგად მახსოვს ყველაფერი და ჩვენც არა გვაქვს პირში ჩაგუბებული წყალი და ძალიან კარგად გავიხსენებთ ამ ყველაფერს. კიდევ ერთხელ მინდა ტელემაყურებელს ვთხოვო, შემოუერთდით 30 ნოემბრის აქციას. 30 ნოემბერს დღის 4 საათზე ჩვენ შევიკრიბებით თბილისში რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე რუსთაველის ძეგლთან. იქაც გვექნება საშუალება თქვენი ვიდეო მიმართვები ჩავწეროთ, მაგრამ მანამდე კიდევ ერთხელ გთხოვთ, არ არის ეს ძნელი. გამოაგზავნეთ თქვენი ვიდეო მიმართვები, დაუკავშირდით ობიექტივ სოციალურ ქსელში, მე გამომიგზავნეთ და ტელეფონის ნომერი 591 94 95 45 ჩაიწერეთ, დაიმახსოვრეთ და გამოიყენეთ იმისათვის, რომ თქვენი ვიდეო მიმართვები გამოგვიგზავნოთ. მე მგონი არ არის ძნელი. ეხა ადრე ჩვენი წინაპრები ხმლით და ფარით მიდიოდნენ ომში და არ ამგონია ეხა ესეც თავისებური ბრძოლაა და აი ამ ვიდეოს გადაღება ჩათვალეთ რომ ხმალია და ფარია და ეს არის ბრძოლა 21 საუკუნეში. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მადლობთ ყურადღებისთვის. მე გემშვიდობებით, ობიექტივი კი განაგრძობს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას.